ხერხებლის მალთაშორისი დისკის თიაქრის მწვავე სტადიისას, რა დროსაც პაციენტს აწუხებს ძლიერი ტკივილი წელის ან კისრის არეში. ვიმეორებ, დაუშვებელია მწვავე სტადიისას, როდესაც აღინიშნება ტკივილი, ამ დროს ვარჯიში, მასაჟი, მანუალური თერაპია, ტურნიკზე ჩამოკიდება, წყალქვეშა დაჭიმვები, კინეზოთერაპია. რამე თუ მალთაშორისი დისკის თიაქრისას ზიანდება მალთაშორისი დისკი, ეს არის მალთაშორისი დისკის ტრავმა და მწვავე სტადიაში, როდესაც ვითარდება პარალელურად მალთაშორისი დისკის ირგვლივ მწვავე ანთებითი პროცესი, ამ დროს პირიქით პაციენტს უნდა ურჩიოთ ფიზიკური სიმშვიდე, მიიღოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ხოლო როდესაც დაახლოებით ერთ კვირა-ნახევარში მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება, პაციენტს უნდა ვურჩიოთ ფეხით სიარული. ფეხით სიარული იდეალურია ხერხებლის მალთაშორისი დისკის თიაქრის მკურნალობისას. ხოლო როდესაც მწვავე სტადია გაივლის, იდეალურია ფიზიოპროცედურები, კერძოდ ლაზეროთერაპია, მაგნიტოთერაპია, ელექტრომაგნიტური თერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, რომელიც აძლიერებს რეგენერაციას მალთაშორისი დისკის დაზიანებულ ნაწილში და ვითარდება რეზორბციის, ანუ შეხურცების პროცესი. ხოლო როდესაც ჩავატარებთ ფიზიოპროცედურებს წარმატებით და პაციენტის მდგომარეობა კიდევ გაუმჯობესდება, შემდეგ ვიწყებთ აუცილებლად ვარჯიშს, მაგრამ ვარჯიში უნდა იყოს სტატიური, არავითარ შემთხვევაში წელის ან კისრის სეგმენტის დინამიური დატვირთვით. აუცილებლად ვარჯიშები უნდა იყოს შერჩეული ინდივიდუალურად, კვალიფიციური რეაბილიტოლოგის დახმარებით.